სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არს ღმერთი. არს დაიყოს. დღეს წაკითხულ სახარებაში ჩვენ ამოვიკითხეთ თუ როგორ მივიდა იესოსთან რომაელი ასისთავი და როგორ თხოვა თავისი მსახურის განკურნება და იესომ დააპირა მასთან სახლში მისვლა და ამ ასისთავმა უთხრა რომ ნუ შეწუხდები სახლში მობრძანებით ჩვენ არა ვართ იმის ღირსი რომ შენ ჩვენ სახლში მობრძანდე არამედ მე მჯერა რომ შენ შეგვიძლია ერთი სიტყვა თქვა და ეს ჩემი მსახური განიკურნება და მეც მაქვს ძალაუფლება მეც გავცემ ბრძანებებს და ჩემ ბრძანებებს ჩემი მსახურები ასრულებენ შენს ბრძანებასა ჩემი მსახურები შეასრულებენ და ბრძანე რომ განიკურნოს და იესო ქრისტეს ძალიან გაუკვირდა ეს მისი საქციელი და ყველას უთხრა და რა იყო აქ ძალიან გასაკვირვებელი თავისთავად ეს სარწმუნოება რომ ესეთ რამეს ეუბნება რომ მე მჯერა რომ შენ სიტყვით შეგიძლია და ნუ მოხვალ ნუ შეწუხდები თქვი უბრალოდ და მეორე რა ძალიან მნიშვნელოვანია ნუ ვინ თქვა ეს ვინ იყო ეს ადამიანი ვინც ესეთი სიტყვები უთხრა იესოს ერთი როგორ მივიდა იესოსთან მეორე როგორი სიტყვები უთხრა ვინ იყო ეს და ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც იესომ ძალიან გაუსვა ხაზი რომ ეს იყო უცხო ადამიანი ებრაელებისთვის ეს იყო დამპყრობელი რომაელი ასისთავი მე არც ვიცი ვის შეიძლება შევადაროთ ეს რაღაც ჩვენ აღარ ცხოვრობთ ისე დროში როდესაც უცხო ჯურის უცხო როგორც ეს მონღოლები იყვნენ მაგალითად რაღაც აეთი შემოსევები კაი ჩვენ ყოფიერებაში აღარ არის ეს დღეს ჩვენ ყავს დღეს დაპყრობლები რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის მაგრამ ესენი არ არიან ისეთი უცხოები როგორიც მაგალითად რომაელები იყვნენ ებრაელებისთვის და ეს უცხო დამპყრობელი რომელიც ფაქტიურად არის ბატონპატრონი იმ მხარის და იმ ქალაქის და ასისთავია ანუ დიდი სამხედრო თანამდებობა აქვს ეს მოდის და თხოვს ნუ ვის ებრაელ მდელთავარს რომ თამდენი კი არის ისე საიდან მეცობს და თხოვს რომ სასწაული მოუწევს აქ კიდევ ერთი გარემოებაა მესამე გარემოება ის რომ ვის ესე იგი ერთი რომ რას ითხოვს მეორე ვინ ითხოვს და მეორე ვისზე ითხოვს და თავის მონაზე რომელიც ნაყიდი ყავს და რომელზეც აქვს აი ყველანაირი უფლება რაც შეუულია ის კაი კანონი არ უშლის არაფერ შეუძლია მოკლას კიდევაც ემოს რაღაც ყველაფერი შეუძლია გავუკეთოს და მოდის და აი მონის განკურნებას ითხოვს და აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი რომ ის რაც ამ ასისთავმა გააკეთა ესე იგი არის სრულიად მოულოდნელი ებრაელებისთვის ამას უნდა აკეთებდნენ ებრაელები თვითონ აკეთებდნენ ებრაელები ამას იმიტომ რომ ჯული ავალდებულებთ ამას კეთებას ამას არაფერი ჯული არ არის წარმოიდგინეთ ბრავალ ღმერთიანი პანთეონიდან არის სადაც ამ ღმერთებისგან კაცს ვერაფერს ისწავლებს და ამ ებრაელებს ესე იგი რომელთაც ევალებათ ისინი ამას არ აკეთებენ და მაინც დიდი იმედი აქვთ რომ რადგან სინოდრიონის წევრები არიან ან თუნდაც უბრალოდ წევრები ეკლესიის რომ მათ განაღდებული აქვთ ესე რომ ვთქვათ ადგილი ღმერთთან მაშინ ზეციური სასწაული არიციან და არის მაგრამ მაინც და დარწმუნებულები არიან რომ აი ღმერთი მათ ევალება ღმერთს რომ ესენი მიიღონ და ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა აი ალბათ თავარი ამ სახარებაში ესა იმიტომ რომ იესო ამბობს რომ აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე აი მთელ ქვეყანაში ვინც არიან ისინი აი ვისაც ევალებათ რომ ესეთები იყვნენ აი მანძე წინ დგას ეს ადამიანი რომ ასეთი დიდი სარწმუნოება არავის არ უნდა ყავს არც აი ამ სწორედ მორწმუნე ებრაელებში ესე
წყალებში რა თქმა უნდა მორწმუნე. რომ მორწმუნე გინდა ებრაელი იყოს და ვინც გინდა იყოს ის ღმერთთან ახლოს არის და ღმერთის ნებას ახასიათებს. აი ესეთი საოცარი გამოვლინება იყო აი ამ არაებრაელი რომაელი ასისთავის გამო. და აი ეს არის თურმე მთავარი. ეს არის მთავარი, რომ ჩვენ მივხედავთ, ესე რომ ვთქვათ, დიდი არაფერი რეგალიები ჩვენ არ გაგვაჩნია, მაგრამ ნუ რაც გვაქვს, რაც გვერგო მემკვიდრეობით, აი ყველაფერს და მივხედავთ, მაინც თურმე მთავარი არის ცოცხალი რწმენა ღმერთის. აი ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. დღეს არის ხსენება ერთ-ერთი უდიდესი წმინდანის, რომელსაც ეკლესიამ მასწავლებელი უწოდა, ეკლესიის დოქტორი თუ ეკლესიის მასწავლებელი ესე ეწოდება, ეს არის ნეტარი ავგუსტინე. ნუ სხვა წმინდანების ხსენებაც აქვს, ნეტარი იერონიმესი მაგალითად და სხვების, მაგრამ ნეტარ ავგუსტინეზე მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრი გვისაუბრია მასზე და მომიყოლია კიდევაც არა მარტო მასზე, არამედ მის დედაზე, რომელიც არის ასევე წმინდანი, აი ჩვენ წინაშე არის ხატი. ნეტარი ავგუსტინესი და ნეტარი წმინდა მონიკასი. მიუხედავად ამისა, მაინც მინდა ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს, როგორც ხშირად ვამბობ ხოლმე, ახალი გარემოება. ჩვენ გვაქვს ბატონმა კოტე ყუბანეიშვილმა დაწერა ლექსი. ნეტარ ავგუსტინეზე და მონიკაზე. და ეს ლექსი მინდა რომ წაგიკითხოთ. ავგუსტინე და მონიკა. ამ ლექსს წინ უძღვის ეპიგრაფი შესაძლოა. რომელიც გამოხატავს აი მაშინდელ ვითარებას. რა ხდებოდა მაშინ. სულ რომ შიშ ძველი, სული შიშველი. მე ვარ შეშლილი, მოდი მიშველე. მომეც სიმშვიდე, ვარ შენი შვილი, მერთო მიშველე. ნუ მაშიმშილე. როცა ცის კარი გაღებულია, ანუ დრომოდის მადლით ავივსო, ვალდებულება აღებულია. ლოცვის სათქმელად სამარადეს. მაშინ სამყარო სჭირდა მანია, რომ ძველ სპარსეთში გამოჩენილი მარაცოცხალი ვინმე მანია, მანიქეველთა გადამრჩენელი. თუმცა ვერ ხვდებოდნენ მაინც ერთ რამეს, რომ გაქრებიან მალე რომივით, დადასცინოდა ყველა ერთმანეთს სრული სარკაზმით და ირონიით, დადაცინოსთან თითქმის ყოველთან შედარებები იყო ცხოველთან. როგორც გადმოგცემს ძველი ქრონიკა, ვერ გაიხარა მანი წარმართმა, რადგან წმინდანი გახდათ მონიკა და მანიაკებს შვილი წაართვა. ღვინის მას იყო, რომ დაჩვეული სული წმინდასთან რამაც აჩხუბა, ლოცვით განწმინდა თავის სხეული და ამ საშინელ სელსაც აჯობა. თავისი ენის დამორჩილებით ეშმა სულიდან გამოაქცია, მოთმინებითა და მორჩილებით წარმართი ქმარეც კი მოაქცია. იტანჯა სულის განსაწმენდავად. აზრი აქცია, რადგან მან რწმენად ჩამოყალიბდა ასე წმინდანად და მაგალითი შვილსაც აჩვენა. აღარ დაიმდო თავის ჭაღარა, სულში რომ თითქოს ხანჯლებს იყრიდა, ქვეყნად იმდენი ცნემლი დაყვარა, რომ ავგუსტინე გამოვისყიდა. არ ეთანხმება, რაც გულს ტვინია. ტვინის ცხადია გულს არ ეთმობა. სწორედ ნეტარი ავგუსტინეა, ვინც მოახერხა მათი ერთობა. ამ ცრულ რწმენაზე თვალის ახელით, რომელიც გულით უნდა ეტარა, მან ჭეშმარიტი ღმერთის სახელით თავისი სული გაანეტარა და როგორც ვიცით, სწორედ ამ დროს ის მოწაფე გახდათ წმინდა ამბროსი. ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი. არს დაიყოს.